300,000 არ იყვნენ, ხო იცი? თურქ-სელჩუკებზე იძახიან 30,000 იყვნენ. ოჯახაშენებულო ძლივს ერთი ბრძოლა მოვიგეთ. ისიც 300,000 არ იყო. გაუჭირდებოდათ. განა იმ ხეობაში იყო 300,000. დავით აღმაშენებელმა რომ მოიგო ეს ბრძოლა, პირველი შეტაკება რომ მოუგო. მერე 8 დღე მისდევდა რომ გაენადგურებინა და უკან აღარ მოbrunებულიყო. წარმოიდგინე, ხოცავდნენ და ხოცავდნენ რა. ის არ უკვირდა რა ის რა ქვია, მურვანყურო შემოვიდა 120,000-იანი ლაშქარით. ეს არის ჩემი წიგნი, ქართველთა ბრძოლები, სადაც დიდგორის ბრძოლა რა თქმა უნდა შევიტანე. უბრალოდ დიდგორის ბრძოლა ესე ციდან არ ჩამოვარდნენ, უცბად არ მოხდა რა. მაგამდე წარმოიდგინეთ, თქვენ ხო 32 წელი ემზადებოდა ამ გადამწყვეტი ბრძოლისთვის რა. აი ამ წიგში შევიტანე დიდგორამდე ყველაფერი, რაც კი მოხდა დავითის ბრძოლები. დავარქვი პირველი საქართველოს დაბრუნება, ერწუხის ბრძოლა, ქალაქების დაბრუნება, ეს რუსთავის სამშვილდე და ასე შემდეგ. დავითის სტრატეგია თუ როგორ ებრძოდა მტერს პარტიზანულად და რო არ აჩერებდა არსად, გამოსაზამთრებელ ადგილებს არ უტოვებდა. თავარი დიდგორის ბრძოლა, შემდეგ ასევე დავითის ჰეგემონია რეგიონში და ეს ყველაფერი დავწერე რა. აი ეს მარტო დიდგორით ვერ შემოვიფარგლებოდი რა. მეფე რომელსაც გამეფებიდან გარდაცვალებამდე ხმალი არ გაუჩერებია რა და გამბოლენ ესენი და ის რა ქვია 300,000 კაც დღემდე ვერ იტანს თურქეთი იმას რომ დიდგორი წააგეს რა და ეს სირცხვილი აჭამეს რა. ქართულ გლეხებს არაბი მეფეები ტყვეთ მოყავდათ რა. წარმოიდგინე. დავითის გენიალურობა ეცერაში გამოიხატება რომ მტერს აიძულა რომ მაგ გზით წამოსულიყო, მაგ ხეობაში წამოსულიყო რა. მან უკვე მათი მრავალრიცხოვანი არმია უკვე აღარაფერს აღარ ნიშნავდა რა. იქ მოუწყეს ჩასაფრება ორივე მხრიდან და აურზაური აუტეხეს რა. ეხლა ამაში აგენტურა მიმუშავა ჩემი აზრით რა. იმიტომ რომ დავითს ყავდა ყველაზე ძლიერი სტოვართა აპარატი. სტოვართა ინსტიტუტი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რაც კი დავითმა შექმნა რა. და დაეხმარა საქართველოს გამთლიანებაში და გაძლიერებაში. ილოცავ დიდგორობას, ღმერთმა დააბრუნოს ისეთი საქართველო, როგორიც დავით აღმაშენებელის დროს იყო.